დილამ შვიდობის მოგესალმებით, გიბრუნებით ეთერში, ვაგზელებთ დილის პალიტრას, თათა შენ აპირებდი რომ წარგებდინო ეს სტუმარი და საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ და ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს, რადგან არის რაღაც ესე რომ ვთქვათ მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ვერ ვუძებნით ხოლმე და ვერ ვარქმევთ შესაბამის სახელს. თუნდაც როგორ ყალიბდებიან დიდრებად და ღარიბებად ადამიანები, ხშირად შეგვიჩნევია ალბათ ბავშვებისთვის განსხვავებული ქცევები, განსხვავებული ინტერესი. ზოგ შემთხვევაში ეს მოდის მათი ბავშვობიდან, ან შემდეგ ვითარდება. მოკლედ, როგორც უკვე მივხვდით, ფსიქოლოგი არის ჩვენი სტუმარი, ვერიკო კოჯიაშვილი, ფსიქოლოგი, როგორ ყალიბდებიან დიდრებად და ღარიბებად, მე როგორც უკვე ავხსენი. ალბათ არის ძალიან ბევრი რამ და საერთოდ ყველა ფსიქოლოგი მე მგონი, როდესაც ასე რომ ვთქვათ, იწყებს საუბარს ადამიანთან, ყოველთვის ყველაფერი მიდის ბავშვობის ეტაპზე. ყველაფრის დასაწყისი არის ბავშვობა, ხო? დილამ შვიდობის კიდევ ერთხელ. მშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად ასეა, რომ ჩვენ ყველაფერს ვეძიებით ბავშვობაში, თუმცა არ არის ისე, რომ ბავშვობაში რაც შაიდო ან გენეტიკურად რაც მოყვება, ხელის შეხება არ შეიძლება, შეცვლა არ შეიძლება, ყველაფერს შეიძლება შევეხოთ, ყველაფერი შეიძლება ვმართოთ, თავარია სწორად გავაცნობიეროთ. სიმდიდრე და სიღარიბე არის ესეთი ჩვენი თანდევი მოვლენა გარემოში, როცა ვიყურებით და მართლა ჩდება ეს კითხვა, რომ რატო ვერ ახერხებს ესა თუ ის ადამიანი, რომ თქვათ რაღაც არსებო მინიმუმზე მეტი მოიპოვოს და რატო ახერხებს მეორე, რომ მინიმუმის გარდა კიდევ სხვა მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს და კარგად იცხოვროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ყველაფერი ჩვენი რწმენა წარმოდგენებიდან მოდის. შეიძლება მხოლოდ ბავშვობიდანაც არა და მოდის ესეთი მშობლების და წინაპრების რწმენა წარმოდგენებიდან. ეხლა ჩვენ თუ გავიხსენებთ რამდენიმე ფრაზას, აი უცებ ამოაგდებთ ფულთან დაკავშირებულ, სიმდიდრესთან დაკავშირებულ ფრაზებს, აი შეიძლება უცებ წამოვიდეს და თქვათ და ეს რეპლიკებად ისროლოთ, ჩვენ შეიძლება ვნახოთ აი ძირი, ძალიან მნიშვნელოვანი ძირი, ერთ-ერთი ძირი, რა განაპირობებს, როცა ადამიანი დაბრკოლებულია, რომ გახდეს მდიდარი. შეიძლება ფული ხელის ჭუჭყია, ან თქვათ ზღაპრებიდან წამოვიღოთ ისეთი ფრაზები, ან ისეთი ეპიზოდები, როცა მდიდარი ადამიანი არის გაზულქებული ან რაღაცა ისეთი ბოროტი, დამსჯელი და უკვე ბავშვობიდან სადღაც იდება, თუმცა არის ესეთი მისწრაფება და სურვილი, რომ კონდეს კარგი მანქანა, კონდეს კარგი სახლი, მაგრამ სადღაც შიგნით უდევს, რომ მდიდარი ცუდი ადამიანია. სადღაც შიგნით უდევს, რომ თავი ექნება გასამართლებელი, ან ვიღაცას დაკარგავს, ან ვიღაცის თვალში ცუდი ბიჭი ან ცუდი გოგო იქნება, რაც ჩვენ ძალიან გვმართავს ეს კარგი გოგოს და კარგი ბიჭის დევნა, სახელის დევნა. დიახ, ანუ წინასწარი განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვობიდან წინასწარი განწყობა იმის მიმართ, რომ თუ კი ფულიანი ადამიანი რაღაცა უმალვე უარყოფით კონტექსტშია წარმოდგენილი მისი ფსიქოსოციალური პორტრეტი, ალბათ ამაზე ვსაუბრობთ და საინტერესო იქნებოდა განსხვავება რა არის ორ ადამიანს შორის, რომელსაც ერთი მხრივ ერთი ძალიან თავდაჯერებული, წარმატებული, ძალიან ესე რომ ვთქვათ, გამოვიყენებ ამ სიტყვას, მოქუქილია იმისკენ, რომ მეტად შემოსავლიანი იყოს და თავისი ოჯახის უზრუნველყოს ყველაფრით რაც ჭირდებათ. მეორე მხრივ, მეორე ადამიანი, რომელსაც ერთი მხრივ რომ შემოსავალი არ აქვს და უჭირს ფინანსურად, ეს ფსიქოლოგიური მდგენელი ორივე ამ ადამიანის რა არის და რა არის მთავარი განსხვავება მათ შორის, ეს შეიძლება იყოს თავდაჯერებულობა, შრომის უნარიანობა, თუ ნებისმიერი სხვა თვისება, რომელიც ადამიანში ბავშვობიდან იდება. ალბათ ყველაფერი, ყველაფერი მოდის ჩვენი ფიქრებიდან და რწმენა წარმოდგენებიდან. რაზე ვფიქრობთ და როგორ ვფიქრობთ. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, ახლა თქვენ რო გისმენდით, ძალიან ხშირად გაისმა სიტყვა მჭირდება, საჭიროება, საჭიროა და ნახეთ, ეს საჭიროება სიტყვა ჭირთან მიდის და ძალიან დიდი სიღრმე აქვს ამას, ჭირნახული სიტყვა ჭირთან მიდის და ჩვენ ქვეყანაში და სხვა ენებში, სხვათა შორის ერთ-ერთ ენაში არ დავასახელებ ახლა, არის აი ეს ჭირთან დაკავშირებული ეს სიტყვა. ანუ თავარია ეს ჭირი ამოვავსო, გადავფარო, საჭიროებები მოხსნა და იმის იქით არაფერი არ მაინტერესებს. ფიქრები და რწმენა წარმოდგენები, აი ეს ნეიროლინგვისტიკა, რომელიც ჩვენ გვმართავს და იმდენად არაცნობიერიდან მოდის, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი ხშირად და უმეტეს შემთხვევაში ანტაგონისტურად წყვეტენ და აზროვნებენ. რაღაცა რომ უნდა ცნობიერს, სრულიად საწინააღმდეგო უნდა არაცნობიერს, სანამ ჩვენ იქ არ ჩავალთ, არ გავშიფრავთ.
და რაღაცას არ ჩავასწორებთ. თუ ჩვენ სიღრმისეულად ვფიქრობთ, რომ ეს არის საჭიროებების დაკმაყოფილება, საჭიროებების დაკმაყოფილებას მინიმუმიც ყოფნის. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ორიენტირებული არიან სილაღეზე, ბედნიერებაზე და ეს სიღრმისეულად მოდის. შეიძლება ეს მოდიოდეს ოჯახიდან და მიჩვეულია ის ოჯახში და გააჩნია კიდევ აი ესეთ გალაღებულ ოჯახში როგორ შეახედეს და როგორ დაანახეს ფული დაანახეს ისე რომ შენ ოღონდ ნატრე და მოვა თუ ფული დაანახეს ისე რომ ეს ყოველთვის უნდა მოიპოვო ყოველთვის უნდა იშრომო და უნდა შენი შექმნა რაღაცა გააჩნია შეძლებულ ოჯახშიც აი ეს როგორი დანახვებულია ბავშვისთვის. ჩვენზე ძალიან მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი, იმის გარდა რომ წმენაწარმოდგენები, ოჯახი, სოციუმი, ქვეყანა, კანონმდებლობა, როგორ არის ახალისებული, ხელი შეწყობილი, წინაპრები ვთქვით უკვე და ჩვენი წინამორბედები, ძალიან ბევრი განათლება, ცოდნა ძალიან ბევრი ფაქტორია. თუმცა საფუძველში მაინც წინაწარმოდგენები დევს და ჩვენი ფიქრები დევს. ერთ გავრცელებული ფრაზა მინდა შეგახსენოთ, ეს მგონი ყველამ ვიცით, რომ თითქოს ფული ადამიანს აფუჭებს. რამდენად ხშირად ხდება ხოლმე თქვენი დაკვირვებით ეს და რატომ შეიძლება ადამიანში კარგმა მატერიალურმა მდგომარეობამ მასში კარგი უნდა გამოიწვიოს და მიმართული უნდა იყოს ალბათ იდეაში ეს არის მთავარი ბენეფიტი, როდესაც ადამიანს კარგი მატერიალური მდგომარეობა აქვს, რომ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ამ სამყაროსთვის რაღაც კარგი შექმნას. ხომ და თუ ესე არ ხდება და მისი მატერიალური მდგომარეობა მასვე თავს პირიქით ცუდად აგრძნობინებს, იმიტომ რომ დიდრებით სტირიან და ასე შემდეგ ეს ფრაზები ძალიან ხშირად გვესმის, ხო? ეს არ არის ყველაფერი. ასევე გვესმის ხოლმე, რომ არ მჭირდება მე მაგალითად დიდი შემოსავალი და რაღაც მილიონები, მთავარია მქონდეს ის, რაც მე ელემენტარულად მჭირდება და თავს ადამიანად მაგრძნობინებს. შეიძლება ეს ციტატი უფრო ბედნიერი იყოს, ვიდრე ვიდარი და აი ეს მათი ესე რომ თქვა ხასიათის შესახებ რატომ ხდება, რომ ყველანაირ ადამიანს შევხვდებით და ძირითადად ჩვენი ქცევებს განაპირობებს ჩვენი გამოცდილებები. ჩვენი მოლოდინები დამყარებულია იმაზე, თუ რა გვინახავს, რა გაგვივლია, რა მოგვისმენია, რა განგვიცდია და მე რაც გავიარე და რაც ვნახე, თქვათ, ჩემი მოლოდინებიც იმაზეა დამყარებული და იმას ველოდები სოციუმისგან და ჩემი მომავლისგან. აქედან გამომდინარე, ადამიანების მოტივიც სხვადასხვაა, ვიღაცას უნდა რომ მართლა კარგად იცხოვროს და სანამ ვთქვათ ის უშოვია ის ეკონომიური შემოსავლები, სანამ მოუპოვებია, მანამდეც აქვს ეს გეგმა რომ რაღაცა სიკეთე გააკეთოს, რაღაცა აი ამისთვის უნდა და ვიღაცას უნდა იმისთვის რომ ვიღაცას დაუმტკიცოს, რაღაცა გადაუხადოს სამაგიერო, დაანახოს სხვას და რა თქმა უნდა ჩვენ განსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან. და ალბათ აქვს ბოდიში იმასაც მნიშვნელობა თუ როგორ გახდება ადამიანი, ესე ვთქვათ, შეძლებული, ან რა გზას გაივლის, ანუ ამის შემდეგ ალბათ უფრო მეტად იცვლება მისი მსოფლმხედველობა, ხო? თუ გეკუთვნის და შენ მთელი შრომით გაკეთეს მოპოვებული, ალბათ მე უფრო ადამიანურ ფაქტორებს. კი ბატონო. კი, ასეა ნამდვილად, იმიტომ რომ თუ ჩვენ დამსახურებულად შრომით ვიღებთ, რა თქმა უნდა, იმას ვირგებთ და ისევ არაცნობიერიდან და ჩვენი ემოციებიდან მოდის, თუ ადამიანმა ამ ფულის მოპოვებასთან აიკიდა, ასე ვთქვათ, დანაშაულის გრძნობა, რაღაცა უნდა დამალოს, რაღაცა სხვანაირად წარმოაჩინოს. ჩვენ ვიცით ადამიანები, ალბათ ყველას გვინახავს, რაღაცას იყიდიან და ნაკლებ ფასს ამბობენ, ან არ ამბობენ. ეს შეიძლება სოციუმიდანაც არის გამომდინარე და რაღაცას ერიდებიან, მაგრამ ძალიან ხშირად ვერ ამბობენ ამას. და ძალიან განსხვავებულია, რა თქმა უნდა, ჩვენი ეს შეხედულებები სიმდიდრეზე. ზოგადად მდგომარეობა ადამიანს ცვლის. ჩვენ რაღაცნაირად იძულებულები ვხდებით, რომ ვთქვათ, იმ მდგომარეობის შესაბამისად გარემოში სხვანაირად მოვიქცეთ. შეიძლება არ აფუჭებს, მაგრამ სხვისი თვალით. სიძუნწეზეც რომ ვისაუბროთ, საინტერესო იქნება საერთოდ ეს ფენომენი, როგორ შეაფასებდით, ერთი მხრივ გასაგებია თუ კი ადამიანი შედარებით ნაკლებად ბევრს ხარჯავს თუ კი მას არ აქვს ამის ფინანსური საშუალება, თუმცა საინტერესო იქნებოდა განხილვა
ძუნწი ადამიანებისა იმ ადამიანების, ვისაც აქვს დიდი ფინანსური შეაძლებლობები და მიუხედავად ამისა, მაინც არ უყვარს ხარჯვა. რა იწევს აი ამ ფაქტორს? აი ეს სიძუნწე არის ძალიან ისეთი ერთ მეორე პოლუსი, ხელგაშლილობა და სიძუნწე ერთ კონტინუუმზე დევს და საერთოდ სიმდიდრისთვის და ფულის შენარჩუნებისთვის, სწორი ხარჯისთვის მომჭირნეობა არის აუცილებელი ფაქტორი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, გავწეროთ, როგორ ხარჯავთ, სად ხარჯავთ, რამდენს ხარჯავთ, რომ ერთ დღეს არ გავაფრიალოთ ყველაფერი, რაც მოგვიპოვებია და არ დავკარგოთ. თუმცა ისე როგორც სიფრთხილე და შიში ერთი კონტინუუმის სხვადასხვა ბოლოებია, ასე შეიძლება სიძუნწე და მომჭირნეობაც ერთ კონტინუუმზე დევს და მომჭირნეობა არის ძალიან ნორმალური და საჭირო და აუცილებელი, მაგრამ სიძუნწე გამომდინარეობს ჩვენი შიშებიდან. მაგრამ თითო თეთრსაც რო აქცევენ ყურადღებას და მაგიტო არიან მდიდრები და მილიონერები, ესეც რა თქმა უნდა ალბათ არის რაღაცა გამოცდილება, ალბათ არის რაღაცა უნარჩვევები, რომელიც ჩამოყალიბდა ოჯახიდან, ანდა შეიძლება როცა უყურებს ძალიან ხელგაშლილობას და ძალიან გაფრიალებას ფულის, შეიძლება მეორე პოლუსზე დაჯდეს შვილი, მომავალი თაობა. ამ პირიქით ძალიან მომჭირნეობას უკვე ძალიან რომ მობეზრდა მშობლებისგან ეს ხელმოჭერილობა პირიქით ძალიან ხელგაშლილი. ჩვენ შეიძლება ზუსტად ავიღოთ მოდელი ოჯახიდან და შეიძლება საპირისპირო კონტინუუმაზე. ცოტა ნეგატიურ ჭრილში რო არ ვისაუბროთ შეძლებულ ადამიანებს და მინდა ასევე ისიც იმ თემასაც შევეხოთ, რომ ხშირად თვითონ იმდენად დასტრესილები არის, რადგან ადამიანებს აქვთ არასწორი დამოკიდებულება, გამომყენებლური პირველი თითქოს ეს ჩნდება ხოლმე, რომ რაღაცაში გამოიყენონ ან რაღაც ბენეფიტი მიიღონ შეძლებული ადამიანებისგან და მათაც ავტომატურად თავდაცვის მექანიზმი უფრო მეტად ერთვებათ, უფრო მეტ ადამიანს ესე რომ თქვა შეიძლება ნაკლებად ენდობიან და აი ამაზეც რა ვისაუბროთ და რაღაცნაირ რჩევაც მივაწოდოთ შეძლებულ ადამიანებს. და შეძლებული ადამიანების ადვოკატად ვერ გამოდგები, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ვიღაცისთვის თუ არის ხელმომჭერნეობა და სიძუნწე, მეორე მხრივ იმ ადამიანმა შეიძლება ამას უწოდოს სწორი მენეჯმენტი და საჭიროებასა და რაღაც ფუფუნებას შორის დიდი განსხვავება არის და თუ კი შეიძლება არ ჭირდება ზედმეტი ხარჯი ძალიან ძვირიანი მანქანა, შეუძლია რომ მეტად პრაქტიკულად მიუდგეს ამ საკითხს და შედარებით უფრო ნაკლებად ძვირიანი, თუმცა უფრო გამოსადეგი ავტომობილი შეიძინოს. კითხვას დავამატებდი, საინტერესო იქნებოდა შვილებზეც რომ ვისაუბროთ. ხშირ შემთხვევაში ორი უკიდურესობა არის, ან ძალიან კარგად და სწორად აღზრდილი შვილი დიდარი ადამიანისა შეიძლება იყოს ძალიან კარგი მენეჯერიც და წარმატებული ადამიანიც, თუმცა მეორე მხარეც ვიცით, როდესაც ამ წარმატებული და შეძლებული ადამიანების შვილები თლად სწორი გზით ვერ მიდიან და ვერ აგზავნებენ ცხოვრებას და ვერც მენეჯმენტში აღწევენ წარმატებას და ვერც პირად ცხოვრებაში თათას კითხვას ამას დავამატებდი და ამით მე მგონია უმწურავი ინფორმაცია. ხო, ესე დიდრების შემთხვევაში ის კომპლექსები, რომელიც უვითარდება საზოგადოებისგან და შემდეგ რომ მას კითხოთ და შემდეგ ჩვენ ზოგადად გვიწერს ძალიან გამკითხავ და კრიტიკულ საზოგადოებაში ცხოვრება. ადამიანები ახლა თავის პირად ცხოვრებას როგორ აგვარებენ არ ვიცი, მაგრამ გადაჭრილები არიან სხვის ცხოვრებაში, სხვის განკითხვაში. ეს შეეხება პირადს თუ ეს შეეხება ეკონომიურ ცხოვრებას და განვითარებას. ყველაფერი სხვისი აინტერესებთ და იციან. აქედან გამომდინარე მეორე ადამიანს უვითარდება დაცვითი მექანიზმები, რომ თავისი არ გაამჟღავნოს, არ გააჟღეროს და გასაკითხი არ გახდეს. მით უმეტეს თუ ის მისი ცხოვრება ცოტა თვალში მოსახვედრია. და აქედან გამომდინარე ეს დაცვითი მექანიზმები მე საით წაგვიყვანს არ ვიცით. ძალიან ხშირია, როცა ადამიანები ბრმად ეტანებიან შეძლებულ ადამიანს, რომ დაუმეგობრდნენ, მის გვერდში იყვნენ, შვილები დაამეგობრონ და აი მშობლებს რაც შეეხებათ, ძალიან ხშირად შევამჩნევთ მშობელს, რომ უბიძგებს ბავშვს, რომ შეძლებული ოჯახის შვილთან იმეგობროს. თუმცა მეტად საინტერესოა შეძლებული ოჯახის შვილთან უფრო სწორია ბავშვის დამეგობრება თუ ყოჩაღ ბავშვთან. აი ბავშვი რომელსაც თამაში წარმატებულია, თამაში ლიდერია, ვთქვათ რაღაცა პირველი აკეთებს ან ჯგუფურ პრეზენტაციაში ის არის მაპრეზენტირებელი, ასე ვთქვათ და სიტყვით გამოსვლელი, რომელი უფრო საინტერესოა, ჩემთვის უფრო საინტერესოა ადამიანი, რომელიც აი სხეულის ენაზე ემჩნევა, სახლიდან გამოვიდა, ან გასაუბრებაზე შემოვიდა, ან
და ემჩნევა, რომ ის გამოსულია სახლიდან წარმატებისთვის. როგორ აცვია, როგორ ახურავს, ეს შეიძლება ნაკლებად საინტერესო იყოს და რა სამკაული უკეთია. აი, რამდენად სხეულის ენა კარნახობს, რომ ის არის მოსული ხმის ტემბრი, რამდენად გეუბნება, რომ ის არის წარმატებისთვის დაბადებული, ან მოტივირებული და არა ძალიან დიდარი და რაღაცნაირად ესეთი თავდაჯერებული, ოღონდ იმით, რომ მშობელს მოუპოვებია რაღაც და დასვენებულია. არ აქვს ეს მოტორიზება სხეულში, არ აქვს მოტივირება ხმის ტემპში და ხედავ, რომ ეს უბრალოდ მდიდარია. ის არ არის მომპოვებელი, ის არ არის შემქმნელი თავის ხასიათიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად მშობლები არ ახედებენ, ხო შეიძლება არ დადეგებზე ან თავისუფალ დროს შენ რასაც საქმიანობ, რასაც აკეთებ, ეს ყველაფერი დაანახო ბავშვს შესაძლებლობის დონეზე, იმ გაგების დონეზე, რამდენის გაგებაც მას შეუძლია, დაანახო, აუხსნა, ჩაახედო იმ დაღლილობაში, რასაც შენ გადიხარ, თქვათ, შრომის პერიოდში, რაღაცა გზები დაანახო, ინტერესი გაუჩინო და არა ის, რომ რაც შეგჭირდება, აუცილებლად გექნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მრავალმხრივი ინფორმაცია საინტერესო თემებზე დაგვაფიქრეთ და დააფიქრეთ ჩვენი მაყურებელიც და ხო არ აქვს მნიშვნელობა ალბათ ციფრებს, თავი რა ადამიანებად დავჭრეთ და ის ციფრებიც უფრო მეტად ასე რომ თქვა ჩვენთვის კარგად გამოსაყენებელი და გამაბედნიერებელი იქნება, როცა ადამიანები ვიქნებით. ამის გარეშე მნიშვნელოვანია, მაგრამ ფული ყველაფერი არის. ყველაფერი ნამდვილად არის. ყველაფრისთვის ძალიან გვჭირდება. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს შევახსენებ ვერიკო გოჯიაშვილი, ფსიქოლოგი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით, როგორ ყალიბდებიან მდიდრებად და ღარიბებად ადამიანები.